აბა, ესეთი რამე გინახავთ? მე არცად არ მინახავს. არსად. თან ნახეთ. აი უყურეთ. ამას უყურეთ. არსად არ მინახავს. ეხა გინდა გამლანძღეთ, მაგრამ ამის გამო მართლა აი არ ვიცი. ნუ ჩხუბობთ. ძალიან მაგარი, აი უყურეთ. აი ამას უყურეთ. ამას როგორ დავჭერი არ ვიცი, მაგრამ უყურეთ. ხმერხო. აი უყურეთ. და სუნი პროსტა. გაყნოსათ აქ რა სუნი დგას. აი 9 კვერცხიანი გამოვიდა ესეთი მაღალი და ისეთი არავის რო არ აქვს. არ გავუკეთებია მართლა. ძალიან მაგარი გამოვიდა. მე თო როგორ მომწონს. კი, შუაზე გავჭრი და ძალიან კარგი ზომის ტორტი გამომივა. ძალიან მაგარია. ძალიან მომეწონა. ზემოთ ეს თავისით გამოდის, ამოდის, აი ესე რომ მოკიდებ ხელს, აი ასე თავისით გადმოდის. როდესაც ნელ ცეცხლზე აცხობთ, დაბალ ტემპერატურაზე აცხობთ, მოკლედ. აი ესე. ტელევიზორის გამო არ ოტირის 7 სანტიმეტრი გამოვიდა ეს ბისკვიტი. არის სიმის ნარჩენი, რომელიც აი ნახეთ, აი უყურეთ ეხა ეს როგორი იქნება. აი ამას უყურეთ. აი დაბალ ცეცხლზე, ანუ დაბალ ტემპერატურაზე როცა ვაცხობთ, აი ასეთი გამოდის და ეს ჩვეულებრივად ცილდება მერე. აი ცხელი რო არის ისე. მე ისედაც ვაშორებ იცით ყოველ ჯერზე, როცა ვაცხობ და აი არ ვიცი, ძალიან მაგარი ბისკვიტი გამოვიდა. ეს საოცრება გამოვაცხე 160 გრადუსამდე ან 180-მდე იქნებოდა. გაჩვენეთ თან. ის ხორცი უნდა კიდევაც ეგ. ხოდა მოკლედ რა ვიხავ ხო? ძალიან გვაყოფილი ვარ აი ამ ბისკვიტით და მარტო სუნი არის ფოხლის, მე ის ვანილი, ყველაფერი ერთად ძალიან მაგარი სასწაულის სუნი დგას და ამის სუნი მომწონს. დილამშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ეხლა მე უცებ გავამზადებ, ინდაური მიდგას მოსახარშად. უცებ გავამზადებ იმას, რა ქვია. ტორტის ბისკვიტს. ხო და მინდა ერთი დიდი ზომის ბისკვიტი გავაკეთო. ხო და რო გავჭრა ეგ მინდა, იმიტომ ვიყიდე ის სპეციალური საჭრელი და ნახოთ აბა რას გავაკეთებ, არ ვიცი, მოკლედ. ეს მინდა. არაფერი არ ამილაგებია ჯერ. აქ გაშრეს. არაფერი არ ამილაგებია ჯერ. დავჭერი. აი ისი გამოიყურება. ბევრი კრემი არ აქვს. მუხამეთი ფელაუში შემიჭამა. ხო და ჩვენ შევიდეთ ახლა წვანილები მიდევს. წვანილზე დაიცა ნიკო დეიდას უნდა დაევეკო. არ ვარო და გოდე გავუშვით ყვილად.
ჩვეულებრივ როგორ ბისკვიტსაც ვაკეთებდი ხოლმე, ისე ბისკვიტს გავაკეთებ უბრალოდ აი იმით, რაც ვიყიდე ზომების მიხედვით, ფორმა რო ვიყიდე, მაგით გამოვაცხობ. აბარისთვის ვიყიდე, თუ არ გამოვიყენებთ, ხო და მაგას გამოვიყენებთ. ზეთი გვინდა. ზეთი ეს გვეყოფა. არც უნდა მეცი. კიდევ შაქარი. ძალიან ტკბილია ჩემი ნამტვარი. რბილია ძალიან, მაგრამ ტკბილიც არის. ერთი ნაჭერი შევჭამე ძლივს და მეტი ვერ შევჭამე. მიქსერი გვინდა. ყველაზე ადვილი მოსამზადებელი არის თვითასებო ეს ბისკვიტი და აი გეუბნებით ნამცხრების ცხობას, აი ეს მირჩევნია ბისკვიტების გამოცხობა. კიდევ რომ დავაგდე. მოკლედ არ ვიცი უყურეთ თუ არა, მაგრამ იმ ხსნარის ისეთი მადლობელი ვარ, ხალხო. ისეთი მადლობელი, რომ ყოველთვის მიჩნდება ესეთი რაღაცა გაგიზიაროთ, რაც კარგად მადგება და რაც კარგია, რასაც ჩემით მე ვნახავ, რომ კაია. ხო და მოკლედ ძალიან მაგარია. კიდევ უნდა ვაყიდიო ერთი მუხაი, სანამ იმის ფასიც მოიმატებს. ეხლა რა მინდოდა? ჭიქა. გასაზომად. ქვილის, ამის, იმის. Mocebe Lampione Namastenas Umanate Menafiniati Shenskayats Nebi გულისთვის ხო და დავიწყოთ. ცილა ცალკე, გული ცალკე. მე დიდი არაფერი არ უნდა ამას. მე მიყვარს ვანილი, რომ კარგად იგრძნობა. ისეთი ადასწინავს. მოკლედ YouTube-ს არ ვუყვალ მეთქი. ხო გეუბნებით მე. ხო და ხეს ნამცხვარი. ხო გამოვაცხე წუხელ ნამცხვარი. დასასრულში ხო ნახეთ როგორი ლამაზი იყო. ხო და რა უდევს იცით? რა დაუდია ფოტო? აი ის რო არის თავიდან. რო ვაჩვენებ, რო გვედები მაქვს მოსუფთავებული და ემიდან ქარი უნდა მოვასხა თქო და ის ფქვილიანი ზედაპირი რო არის. აი ის დაუდია. დიდი ბოდიში შევცვალე. ღმერთო დიდებულო, რა ძვალისა ვარ. ხალხო ვერ წარმოიდგენ. ცხოვრებაშიც ეგრე მჭირს მე სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ უძლებ. ცხოვრებაშიც ეგრე ვარ. ადამიანს რაც არ უნდა გაუკეთო, ძალიან დაუნახავები არიან. ესე ვარ. აგა თუ გაუკეთე და მე სულ გთხოვე რომ უნდა გაუკეთო. მართლა ამას მთელი იმით გეუბნებით. სიტყვების მნიშვნელობით. აი გეუბნებიან, სულ. აქეთ.
არ იყოდე, მე დავურეკე. ვიცი. მე და მანამდე დამერეკა. ტაქსით მოვდივარო და მე დავალ მე. მარჯვენა ხელს დანისთვის პირველად ვიყენებ. აჰა, ის წვეთი ჩამივიდა, ეხა ის უნდა ამოვიღო. თუ არა, გაუჭირდება ამოსვლა. გერეხა. მოკლედ, მე გამოხა როგორ ვართ. უფრო სწორედ მე მუხრანისთან. მუხა არა. რაღაცაზე, აი ბავშვები რო ცივდებიან, იმაზეც კი შენი ბრალია, იგიც ის მუხა. მე არა. ხან გავსევს იმას 10, მოდი, იყოს 9 კვერცხი. ესენი პატარები იყო და მაგიტოა რომ ამდენ კვერცხს ვაკეთებ. პირველი ზომა კვერცხები იყო ესენი. ხო და მუხა მიცის ჩემი ბრალია, ან სად გააცივე, ან რაღაცა მსგავსი და ვერ ვიტან მსგავს მოპყრობას ვერავისგან ვერ ვიტან, მუხასგან კი არა, საერთოდ რომ ესმის კიდე რომ სხვებიც არიან. ყველაფერი რომ დედების ბრალია მაგას ვერ ვიტან, მაგრამ აი რასაც ვერ ვიტან სხვისგან, ხო ვიტყვი რომ იმას არასოდეს არ გავუკეთებ სხვას მეთქი და როცა მსგავს სიტუაციაში არის ბატონი მუხრანი, მართლაც ისე ვიქცევი. იქნება და ის დავანახო მე როგორ ვიქცევი და თვითონაც შეცვალ ადამიანები იმას ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის. ზოგჯერ არ გამოდის, რაც არ უნდა ქნა. ხო და გუშინ რაღაცას განიცდი და აირისი თქმაც არ მინდოდა, არ უნდა თვითონაც და არ მიუღია ჩემგან ისეთი და უხაროდა. აი თვითონ რო იცის, აი შენი ბრალია და ასე როგორ და ისე როგორ. უხაროდა. რა კარგიაო. ასე რო იქცევიო. აბა რა უნდა გიქნათ, გო გამოგეკიდო ჯოხით და გისაყვედურო და რომც არ იყო დამნაშავე და გადანაშავებოდ, ხო? ხო, ყურები არ გამოაბათ ტყუილა. ჩემ ჰეითერებს ვეტყვი. ის რა ქვია, ხალადი, ქალი, რამე რომე მსგავსი არაა. არა. ხმერთვა დამიფაროს. უბრალოდ რაღაც არის რა. ეხლა იმიტომ ვაპაუზებ. უნდა ავთქვიფო, რა ვიცი, ამის მოსმენა არავის არ უყვარს, მეც არ მიყვარს, ვახვევ ხოლმე და ათქუფის გაჩვენებთ. შაქართან ერთად. 2 ჭიქა შაქარს უშვები. 2 ჭიქა. ეს არის უკვე შაქართან ერთად ათქვეფილი 2 ჭიქა ვქენია ესეთი. ახლა ამას აი აქ ჩავყრი და ესეც უნდა ავთქვიფოთ კარგად. ლიმონის წვენი ოპა! ჩაუწიე. გეგა. მუსიკები არა ბიჭო თორე. ეხა ეს ჩავასხათ აქ. აი ესა. გოდე! დადე მაგი საჭმელად არ მინდა, ტორტისთვის მინდა. დადე ერხა დროზე. 2 მქონდა და 1 შენ გაჭამე. რა გახდა ვერ გავიგე. რა არის შვილო, ხო იცი რომ რისთვის მომაკ? ღმერთო დიდებულო. მთელი მაღაზია უნდა ამოიტანო.
მაშინ ხო და მე რო არ დარჩებათ ამდენი მასში ვალის დადებაში თავიანთი თავისთვის არ დამრჩება არაფერი არც ეკვისთვის სატარებლად არც არაფრისთვის მე მგონი ეგ უნდათ ვერაფერი ვერ გავიგე ამ ბავშვების აი უყურეთ საკუჭნაოში შენახული აი აქედან ამოვიღე ჩვეულებრივად ასე ვტება საკუჭნაოში ლიმონი მე რო გეუბნებით რომ აი იქ არ ვარგა და ასე შემდეგ თქო მაცივარში უფრო ვინახავ მე ვიდრე იქ და ამას სიმართლეს გეუბნებით ხალხო რა ვიცი მე ხა კი მეუბნებით მაცივარში არაო რამოდენიმე დამიწერა მაგრამ ვერ ვინახავ ამას სხვაგან და აი ესეთი დამპარი რამდენი გადავყარე იცით ეს ფორთოხალია ოღონდ ესეთი პატარებია რამე მოკრიფეს მეგონა მოკაცებმა მუხრანიმ და ჩემმა მამამთილმა იქ რო იყვნენ ჩემი დედამთილის დეიდის სახლში აი ესეთი წვრილები და ამ ხელა ისინი იყო ფორთოხლები როცა მაქინის საშუალება რომ ეს გავუკეთო ვაკეთებ ძალიან მიყვარს მე მომჟაო გემოები თბილისში თბილ მომჟაო მიყვარს კურკებს როგორ ვერ ვიტან აი ასე ვლეთ აი ეგრე სელკი ამდენი ხელის დაღალით დავიღალე უკვე იმიტომ რომ მეც ვერ ყოველ წუთას რომ ესრება უნდა დავიბანო თორე გეგა მუსიკები არ ჩამირთო ცოტა მესმის მარტო არაფერი მესმის სეთი ყველაფერი მესამის ყველაფერი მესმის It's just satisfied. ვანილისა დავდე ის რა კაი ქენი რომ კაი ყიდეო მუხამაც თორე გუშინ წავედით საგოზერნოში ვიცი ხო გაჩვენეთ არ მიჩვენებია მე მგონი არ მიჩვენებია თუ გაჩვენეთ ვაჩვენე დედა არც მახსოვს აი ეს რო ვიყიდე გუშინ 8 ნახევრად ხალხო და ის ფორმა 9 ნახევრად ნახეთ ამის გამო არის რომ იმას ვაცხობ ესეც ეგრეა აი ასე
ეს ვიყიდე და მაგიტოა იმით რო ვაცხობ ეხა. მაინტერესებს აბა და რა გამოვა იმით და ყვილა ხო არ ვიყიდე. ხედავთ. ახლა კი. კაი, მოკლედ ვანილი გავკეთეთ, ეხა გვჭირდება. წელი ვერ ვიტან, გასაწყობი რომ მიგროვდება მერე. დედი ის ნაგავში გავუშვიდე. დავიწყე. ასე. კულოი ახლა კონტროლ ხვილი. მამა მინა. ეხლა შაქარი. კაი, ეს ავანთოთ. გავახუროთ ჯერი და რომ არ გახურდეს მაინც დავასხამ ახლა რო გავამზადებ. Chicken boy. ოღონდ ხილი უნდა დავშალო კარგად. Cheese boy. Cheese boy. Cheese boy. ის ახალია? თუ არა? რა? ეს. არა და შაშა მიყიდე. აგალის ახალი. ერთი წელია აქ მაქვს, ახალივით მაქვს, იმიტომ რომ შენ ახული მაქვს და თქვენ არ გაქვთ სათამაშოდ. ფურონ გავაკეთე ახლა შევიდე. ცა გაჩვენებთ. აი. ესე გამოიყურება, მაგრამ ნახეთ, უნდა დავშალოთ კიდე კარგად. არა. ხილი უყურე? აი ეგ. აი ასე. არასოდეს არ ჩაიწევს ასეთი ცომი, დაბლა, იმიტომ რომ ის არა აქვს სოდა ძმარი. ამიტომ არ შეგეშინდეთ, უნდა ამის მორევის. აი ასე. ცოტა უნდა დავამატო კიდე. აი. ესეთი გამოვიდა. აი. აი ასეთი. ისინი აქ ვიდეოს უნდა გადავყარო. მოკლედ ეხლა ცხელია, არ არის ცხელი, არ გაინტერესებს. გამოვიღოთ. აი ასე, გამზადებული. ეს ვიდეოს აქ. ამაზე დავდოთ. ოღონდ ეხლა ეს უნდა წავუსვამ. სეთი. რაზომაზე მიყენია და არ ვიცი 220 ვარ, სადღაც 3 თითით გადამცდარი. იმედია ეხა აქედან ეს ცომი არ გავა. და არ მომიწევს ცომის მფოძებნა. მოკლედ გაჩვენოთ თან. ზემოდან დაგვახედე ხოლმე ოსურ რომ მეუბნებიან, აი 220 ვარ, გადამცდარი 3 თითით იქნება ზუსტად ანალით, კი. ეხა ჩავასხათ თორე ჩემი ის იმას იწყებს უკვე. ბევრი, რატომ გამომივიდა? ახლა ვერ გავადიდებ ხო ამას? არა. არა, მე მგონა გავსერდა და არა. კაი. გაჭრა ხო მინდა მე მაინც. ხო და ნახოთ ეხლა რა გამოვა. Because Dana, Turazzi, or Satsavi, Chuma, good idea, that's it. Mogledi posłanka. Oj, co ta całowida? Pojdę Słodna. Tak, kaczolot. Naj.
ესე გამოიყურება და ვნახოთ აბა და რას გავაკეთებთ, არ ვიცი. აი ამ ზომის ფორმა მქონდა, არ ვიცი, არ მახსოვს. ხოდა მიდია დასაჭრელად გამომადგება ეს ბისკვიტი. შევდოთ ახლა დავაყენე 180 გრადუსამდე. მე საერთოდ არ ვაცხობ ხოლმე დაბალ გრადუსებზე, მაგრამ ეს რომ სწორად სიმაღლე მინდა რომ სწორად იდოს. არიდება სწორად გამიყო. აი, მე მგონი არის? არ ვიცი. მე მგონი არის. გაჩვენეთ ახლა რამდენზე მიყენია. ხო და აი რამდენზეც მიყენია. всё, რაც გამოვა ის იქნება. იმას დავკრემავ. ეხლა კაფე უნდა მოვხადო, აგერ მალე მზად იქნება. მე ინდაუს შევწვავ. და ცომი მაქვს მოსაზელი იმისი ხაჭაპურის. მაგი 9 საათში მზად მექნება, ანუ ამოსვლა არ უჭირს 9 საათში ამოსულია და ხაჭაპურსაც გამოაცხობ და რასაც გინდა იმას მაგით. აი ასე. კაი, კაფე მოვხადოთ თორე უჭდება. დავაპაუზო. ხო, მოკლედ მე დავალე ხა მაღაზიაში, მაგრამ მანამდე მოგიყვებით თუ რატო ვიყავით ჩვენ გუშინ საგოზერნოში. საგოზერნოში წავედით ძვირფასება, იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემთვის ჭიქა. ხო და მე სიმართლე რომ გითხრათ რომ დავფიქრდი 15.5 ერთი ჭიქისთვის დამენანათ, ამ მხოლოდ საახალწლო იყო. ხო და ეს რა ქვია, ვიფიქრე რომ მე მეთქი ისეთ წყვილს ვიყიდი, კიდევ თქო. მაგრამ ამასობაში გამახსენდა რომ უკვე 30 იყო და ბავშვების საჩუქრებიც საყიდელი იყო. მიუხედავად იმისა რომ იქ ეწერა გეგას მატარებელი არ იყო. როგორ უთხრეს 75 ლარიდან გვეწყება თუ რაღაცა და მას ვერ ვიზამდით, იმიტომ რომ მოხრანი იძახოდა რომ 1000 ლარიან საჩუქრებს ვაკმარ, მაგრამ არ იყო 1000 ლარიანი საჩუქრებიც. ყველაზე დაბალი 14 ლარიდან იწყებოდა და ის უკვე ქონდათ ამათ იქ ვუყიდე ისინი მაშინ გადასხმები რომ გაიკეთეს და მოკლედ 27-ებში ვუყიდეთ ბიჭებს და მე რაც ჩემთვის მიმქონდა, ვუთხარი მოდი ადას საჩუქარი რომ გამოუგზავნა იმ გოგოს ფულით, მე ადას ვუყიდე კაბაც და ფეხსაცმელიც ტემოდან გამოუწერე. 53-ად ვუყიდე კაბა წითელი და წითელივე ფეხსაცმელი ვუყიდე 39-ად. ხო და ჩამოუვა მაგი და მე გაჩვენეთ, იმედია რომ კარგად ეგნება, იმიტომ რომ ადას 4 წელი შეუსრულდა, იცით თქვენ და 5-6 წლის ტანსაცმელს უწერ. ასე რომ ვფიქრობ რომ კარგად ექნება. თან ეხა სეზონიც არაა მაგ კაბის, ასე რომ გაზაფხული ზაფხული შემოდგომაზეც რა შეიძლება იგივე კაბა არის. თან ადას რო უნდა ძალიან ისეთია და თვითონ არჩეულიც. ხო, ამიტომ სათამაშო როგორც აი ესენი უფრო მეტად გეგათორე გოდემ რაც გინდა ის მაჩუქეო, თუ შენი სურვილი იქნებაო, ესე ეწერა ისიც. ხო და ასე რომ ერთნაირები ვუყიდე, ვიცი გოდეს ყვითელი ფერი უყვარს, გეგას წითელი ფერი უყვარს და განსხვავებულად და მუხა მუყიდა ბიჭებს და ადას ვუყიდე მე.
ადასია 21 ლარიანი და ბიჭების არის 27 ლარიანები წითელფერში და ყვითელში. ეხლა მახსოვს მე ის მქონდა ლამაზი ქაღალდები შესაფუთი ფერებში რა მაშინაც ვიყიდე როდის იყო ბავშვებისთვის და არ გამიკეთებია ისე მქონდა შენახული. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ყუთებით დავუდე იქ და ეხლაც მომიწევს ყუთებით. იმიტომ რომ ჩემს საკუჭნაოში იმდენი რამეა, სუმკები გინდა, ქილებიც კი ქვემოთ, ბანკები, რა ვიცი, ადგილი არა მაქვს ზემოთ და მერე მუხასნივთები, რაღაც რკინები და რაღაცებით კი ყუთებით არის, მაგრამ მაინც ხო და მოკლედ აი საკუჭნაოში კარი აქ რო არის, შიგნით ფეხს ვერ შეადგამ, ქვემოთაც სავსეა. ეხლა ყველაფრის გამოყრა, მოძებდა მაგ ქაღალდების მეზარება და თან ის უკეთესია ნეტარა არის და რომ დახედავენ, გახევენ, გაგლეჯავენ ამ იმას შეფუთვას, მაგრამ ძალიან მეზარება არის. შეიძლება რამე პარკები მოვიფიქრო? ჩვეულებრივი პარკი. მოკლედ, ანდა ისე დავუდებ რა ყუთით. ვიცი რომ ძალიან გაიხარდებათ. ისეთი რაღაცები შეიჩიეთ. იქეთ საკუჭნაოში შეინახა მუხა, მაგრამ სულ იქ იდგნენ კართან და ეხა იქ შევოდეთ იმის კარატის ზემოთ. ესეთ ცოტა ადგილი არის და იქ სულ კუთხეში მიაყდე და იმედია იქ კუთხეში არ ჩააგდო მუხრანი ბოლომდე აქ მიდებული და ეს ხო არ არის იქ ბოლომდე მიდგმული. მოვკლავ მაგ კარს თუ ეგრეა ღმერთო. ოღონდ დაემალა და ბოლომდე შედო იქ. მოკლედ წავედი ახლა მე მაღაზიაშიც გავიქცე და ეხა ეს ერთი სადარდებელიც კიდე მომემატა ამ გარდერობს ვერანაირად ვერ გამოწევ მერე და ის იქნება და იქნება იქ თუ იქეთ ჩავარდა. აი ძვირფასება ესე გამოიყურება ჩემი ოლივიე. Yes. დავამატე მწვანილი და ვფიქრობ მეტი არც უნდა. So. მეტი არც უნდა. Yes. მაღაზიაში ვიყავი წასული. გოდე გამორთედე ინდაური შევდი ეხლა შესაძვალად. ტორტი ჯერ არ არის. ამას ისე დავახარებ. დედა როგორ დაიორთქლა. აქ ისეც ხელა. გოდე ჩაუწიეთ ბიჭო. მოკლედ მუხანის უყვარს რომ ინდაურში 1-2 ცალი ის ნიორი უნდა შევაგდო შიგნით და ისე შევწვა და ისე გავაკეთე ახლა. გაიწე და ჩაგაცმე. მეორე ნასკიც მოიტანე. ის ერთი არ გეყოფა. კიდე მეორე მოიტანე. მეორეც ამოიღე. კაი, მოდი დაჯექი და მოდი სკუა და ქმორთ. ადამ გაიღვიძა ახლა არის 3:15 წუთი. მეორე თორე ამით ფეხები გაგეყინება უყურე. მიდი მეორე მოიტანე იქაა სადღაც. წვანე. ხაკერ არის, აქ დავდე. უყურე. დედიკოს რო აქ ისეთი. აი ესენი. იმ ნასკებზე კიდე ამას ვაცმევ. მერე ბაჩუჩები ვითაა, ესენი არიცმევენ სახში ჩუსტებს. ხო და ამიტომ მერე ადას თბილად აქ. პეკი! დედას როგორ უყვარს ეს ბავშვი? ძალიან უყვარს. დედასია მარტო. მარტო ხარ დედასი? კი. ჩემი გაბურცგუნალი დედიკოსი. გოდეს მაიკაცია. ლოგინში ის გოდეს დიდი მაიკები გემრიელი აქვს და იმით ვაწვენ ხოლმე. მოკლედ ახლა ამოსარეცხი მაქვს ესენი. წვანილი მოვიტანე. ყავა მოვიტანე. წყლები მოვიტანე, 2 ფანტა ტროპიკი მოვიტანე, 1 ფანტა, 1 კოკაკოლა გარეთ დავდგი. საჩუქრები ვიპოვე ძვირფასებო ზემოთ კი არა სხვაგან აქვს შენახული.
ხო და მოკლედ აი ესე კრემი მექნება გასაკეთებელი ხაჭაპურის ცომი იმას ეხა მოცომა ვუცებ ეს ციცინად всё ეს ყავა მოვიტანე მომაში ჩავყაროთ თან ეხა ბავშვებსაც რამე უნდა ვაჭამო თორე მოვიფიქრო რა ვაჭამო კიდევ კაი კვერცხი მოვიტოვე ერთი აქ არის და იქ 9 დევს აი ესე ეს შევინახოთ აქ ვანილებში ჩავდოთ ეს მოვიტანე კინძი და ოხრახუში კინძი ცოტა მოვიტანე იმიტომ რომ კინძი მაქვს ოხრახუში არ მქონდა 30 ლარის იყო ესენი ერთი პური მოვიტანე კიდე უბი მარნახევრიანი და ყველაფერი ვაშლი 30 ლარის იყო 18 ლარის მარტო წყლები იყო საფეთქი მქონდეს სულ მჭირდება ამას უნდა ნიგოზი ჩაგაცმევდე მოვა შავი პილპილი მოვაყარე კიტრი დავაჭერი და აქ არა იწიო ხო და ამას უნდა ნიგოზი ეხა მაგრამ ისე გავსინჯოთ ისედაც კაია ისედაც იჭმევა ეს იდეა ჩემმა დედამთილმა მომაწოდა თორე მე ვერც მომიფიქრებდი იქ ვიყავი ჩაშან მან გამეკეთა ასე ნიგზით კაი იქნებაო და ჭამეო გემლიენია შია საერთოდ არ მინდოდა ეს გემრიელი კიტოს თუ შავი პილპილი მოხდებოდა არ მეგონა ათაჩდე მოვდივარ ჰა დეგას დაუძახე რამდენჯერმე დედიკო წყალი დამალევინე მეთქი არ მეზარებოდა უბრალოდ გააკეთე და თვარ მაინტერესებდა თავის ხილით დამალევინა იცით როგორ მხარო და ძალიან უხარია კაი